საქართველოს ორგანული სასუქების შეზღუდული რესურსებით ხასიათდება და ამ რესურსის გაზრდის ყველა საშუალება საყურადღებო და გამოსაყენებელია. ერთ-ერთი ეფექტური და აღიარებული მეთოდი ვერმიკულტურაა. წვიმისმიერი ჭიაყელების მიერ ნაკელისა და სხვა ორგანული ნარჩენების გადამუშავება, რის შემდეგაც მიიღება ბიოჰუმუსი. გასული საუკუნის 40-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა ნარჩენებზე ჭიაყელების ხელოვნური გაშენების მეურნეობები. 1959 წელს კალიფორნიაში მრავალწლიური სელექციური მუშაობის შედეგად გამოყვანილ იქნა ჭიაყელების ახალი სახესხვაობა, წითელი ჭიაყელის კალიფორნიის ჰიბრიდი, ან უბრალოდ კალიფორნიის წითელი ჭიაყელა. 1979 წლიდან მისი გამრავლება დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში დაიწყო. ჭიების გამოყენებით ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესების მეთოდს ორგანულ სოფლის მეურნეობაში დღეს უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. საერთაშორისო ბაზარზე ვერმიკულტურის გზით მიღებულ ბიოჰუმუსზე არსებულ გაზრდილ მოთხოვნას უცხოელი ფერმერები ჭიაყელების სამრეწველო დანიშნულებით გამრავლებით პასუხობენ. ვერმიკულტურით დაინტერესებულ ქართველ ფერმერებს კი ინფორმაციის მიღება ფერმერთა მომსახურების ცენტრებსა და სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებული სადემონსტრაციო ნაკვეთების საშუალებით შეუძლია. ჭიების სამრეწველო დანიშნულებით მწარმოებელი ქვეყნები: გერმანია, იტალია, კუბა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, უნგრეთი, იაპონია. ჭიაყელებს შეუძლიათ შიმშილი 2-დან 4 თვის მანძილზე. ისინი ტენის მოყვარულები არიან. კვებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 20-250 ცელსიუსი, გამრავლებისთვის 12-170 ცელსიუსი. საჭიროებენ აერაციას. მათი არსებობისთვის ნიადაგის არის ოპტიმალური რეაქცია, ნეიტრალური და სუსტი მჟავე. ქვიშიანი, თიხიანი მჟავე და დამლაშებული ნიადაგები მიუღებელია ჭიაყელების კულტივირებისათვის. ისინი გაურბიან ქარს. ბუნებრივ პირობებში ჭიაყელები არ ავადდებიან და არც განიცდიან რომელიმე ეპიდემიას. მათი დაღუპვა ბუნებრივ პირობებში დაკავშირებულია ნიადაგების გადამეტებულ ქიმიზაციასთან. ნიადაგების გამაკეთილშობილებელი თვისებების გამო ჭიაყელების კულტივირებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. წვიმისმიერი ჭიაყელების მიერ 1 ტონა ნაკელის გადამუშავებით მიიღება 59%-მდე შემცველობის 600 კილოგრამი ბიოჰუმუსი, 1 ტონა ნაკელის ტოლფასი 1 ტონა ბიოჰუმუსი. ვერმიკულტურის განვითარება მნიშვნელოვნად ამცირებს ნიადაგის სასუქებით გამდიდრების ხარჯებს, რადგან წვიმისმიერი ჭიების შეძენა მინერალურ სასუქებთან შედარებით იაფიჩდება. რიგ ქვეყნებში ფერმერები კალიფორნიულ ჭიებს საკუთარ მეურნეობებში პირდაპირ ნიადაგში უშვებენ, სადაც ისინი შესანიშნავად ვითარდებიან და სწრაფად მრავლდებიან. გადაამუშავებენ ნიადაგში არსებულ ორგანულ ნარჩენებს, ფესვებს, ფოთლებს და ქმნიან ჰუმუსს. ნაყოფიერებით და აქტივობით ეს ჰიბრიდი მნიშვნელოვნად აღემატება ჭიაყელებს. დღის განმავლობაში იგი მოიხმარს თავისი წონის სიდიდის საჭმელს. ჭიაყელები ყლაპავენ რა ორგანული ნივთიერებების ნაწილს, ტრანსფორმირების შემდეგ მათ გამოყოფენ ქვიშიანი ექსკრემენტების სახით, რომლებსაც კოპროლიტებს უწოდებენ. კოპროლიტების მოქმედებით უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა და ბიოქიმიური შემადგენლობა. ვერმიკულტურა ეს არის ნიადაგის თვისებების, აერაციის, წყლის მიმოქცევის, ჰუმიფიკაციის, ნიტრიფიკაციისა და ამონიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით ჭიაყელების გამოყენების მეთოდი. ვერმიკულტივირება ბიოტექნოლოგიის ახალი მიმართულებაა და გულისხმობს ჭიაყელების ზოგიერთი სახეობის სამრეწველო გაშენებას. ვერმიკულტურის მეთოდი არსებითად ზღუდავს გარემოს გაჭუჭყიანებას სხვადასხვა პოლუტანტებით. ნიადაგური მიკროფაუნის შემადგენლობაში შემავალ უხერხემლოთა შორის ყველაზე მსხვილი ბინადრები ჭიაყელები არიან. ისინი ნიადაგის ბიომასის სულ მცირე ნახევარს შეადგენენ. ჭიაყელების სიმკვრივე 1 მმ-ზე 120 ერთეულს, ხოლო ბიომასა 50 გრამს აღწევს. ჭიაყელების მათი კვების ძირითადი წყარო მცენარეული ნარჩენებია. საბოსტნე ნაყოფიერი ნიადაგის ზედა ფენესთან შედარებით კოპროლიტები ჭიების მიერ გადამუშავებული მასა შეიცავს 5-ჯერ მეტ ბიოლოგიურ აზოტს, 7-ჯერ მეტ ფოსფორსა და 11-ჯერ მეტ კალიუმს. კოპროლიტებში გროვდება კალციუმის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს ნიადაგის კარგ წყალგამძლე სტრუქტურას და მაღალ წყალშეკავებით უნარს. ამასთან კალციუმი აქვეითებს ნიადაგის მჟავიანობას და ამუხრუჭებს მცენარეების დაავადებების განვითარებას. კოპროლიტების გარშემო ენერგიულად ვითარდება ნიადაგური მიკროფლორა. მცენარეებს ექმნება ხელსაყრელი გარემო ზრდისა და განვითარებისთვის. ჭიაყელები ამდიდრებენ ნიადაგს მაკრო და მიკროელემენტებით, ზრდის ნივთიერებებით, ანტიბიოტიკებით. ბიოჰუმუსი რუხი, ყავისფერი შეფერილობის მიწის სუნის მქონე კაშტოვანი ნივთიერება. შეიცავს კარგად დაბალანსებულ და ადვილად ხსნად ფორმაში მცენარის კვებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას.
ბიოჰუმუსში მშრალი ორგანული მასის შემცველობა 50%, ჰუმუსის შემცველობა 18%, აზოტის საშუალო შემცველობა 2.2%-მდე, ფოსფორის შემადგენლობა 2.6%-მდე, კალიუმის შემადგენლობა 2.7%-მდე. გარდა ამისა, ბიოჰუმუსში წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველა საჭირო მიკროელემენტი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, მათ შორის ფერმენტები, ვიტამინები, ჰორმონები, აუქსინები, ჰეტეროაუქსინები. ბიოჰუმუსი უზრუნველყოფს მცენარეთა კვებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში არანაკლებ 2-3 წლისა. ბიოჰუმუსის გამოყენება დადებითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლიანობაზე. ბიოჰუმუსის გავლენით მარცვლოვანების მოსავლიანობა მატულობს 30-40%-ით, კარტოფილის მოსავლიანობა 30-70%-ით, ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობა 35-70%-ით. ბიოჰუმუსის გავლენით უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, იზრდება ნაყოფებსა და ბოსტნეულში ვიტამინ C-ს შემცველობა. ბიოჰუმუსის შეტანის დოზები იცვლება წლის მეტეო პირობების გათვალისწინებით. ბიოჰუმუსში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა ამცირებს მცენარეების სტრესულ მდგომარეობას, ზრდის მათი გახარების უნარიანობას, აჩქარებს თესლის აღმოცენებას, ზრდის მცენარეების მდგრადობას დაავადებებისადმი. ჭიაყელების უნარი შეცვალონ ტოქსიკანტების ქცევამ. სისტემაში ნიადაგი მცენარე განაპირობებს ეკოლოგიურად უსაფრთხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღებას.